5 საათი, რომელსაც მე გირჩევდით. პირველი დავიწყდი Casio-ით, იმიტომ რომ Casio ვფიქრობ ძალიან მარტივი დიზაინია და $100 ფარგლებში, ანუ ვიცი რომ მოვოდები იაფ ხარისხს, ამიტომაც აი მე ესეთი მიკეთია. $500 საათებს არავის არ გუჩვენებთ. ვფიქრობ რომ ჯობია თანხა შეინახო და $1000-ზე გადახვიდე პირდაპირ. $1000 ფარგლებში ვფიქრობდი Tank, ვფიქრობ ელეგანტურია და კლასიკური და რაც შეეხება $5000 საათი ვიტყოდი არის JLC, ყველაზე ერთ-ერთი უძველესი კომპანია, რომელიც საათებს აკეთებენ და მაგათი ძველებური ეგრეთ წოდებული ვინტაჟური საათი შეგიძლია იყიდო, რომელიც არის აი ესე reverse არის, ან შეგიძლია სახე შემოატრიალო და $10000 ფარგლებში ვფიქრობ არის ორი არჩევანი. ერთი ეს არის AP Skeleton, რომელიც არის ძველებური, ანუ ხალხო არ გაგიჟდეთ იმ Skeleton-ზე არ ვლაპარაკობ. ერთს ვიტყოდი კიდე არის Constantin Shakin. ვფიქრობ რომ მისი საათები ელეგანტური არა, უფრო ვფიქრობ განსხვავებული ხედვა აქვს. რა ეხლა სიტყვაზე რო დავინახე, ვიღაცას ეკეთა ხელზე და აი უბრალოდ ჯოკერის სახე რო გამოჩნდა, ძალიან განსხვავებული იყო ჩემთვის და ამიტომაც ვფიქრობ, არის რამოდენიმე საათი მაგათი, რომელიც შეგიძლია $10000-ში იყიდო და მე ვფიქრობ ამ შორის რომ თქვენს არჩევანი აუცილებლად ჯოკერის სახეს ვიყიდი AP-სთან შედარებით. გამაგებინეთ თქვენ რას ვფიქრობთ?